რამდენიმე საათია, რაც სოფელ მლეთაში სამძებრო სამუშაოები განახლდა, უკვე მეორე დღეა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დანაყოფი მუშაობს ადგილზე. იქ არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, ასევე ადგილზე მუშაობს 50-მდე მაშველი, სპეციალური ტექნიკით ათვალიერებენ ახლა ძალოვანი უწყების თანამშრომლები სოფელ მლეთაში, იმ ადგილს, სადაც მოწმეების განმარტებით და ჩვენებით იკარგება გურამ დადიანიძის კვალი. ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ ადგილზე სპეციალური ტექნიკით, ისინი ათვალიერებენ იმ ადგილს, სადაც მოწმეები უთითებენ. ამავდროულად ადგილზე მუშაობს რამდენიმე დრონი. სულ რამდენიმე საათში ადგილზე მივა გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი, ის თავად დაესწრება ამ სამძებრო სამუშაოებს. გუშინ სამძებრო სამუშაოების პირველ დღეს ადგილზე იმყოფებოდა დედა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ესწრებოდა იმ სამუშაოებს, რომელსაც 12 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სოფო ბიბილაშვილი ამბობს, რომ ახლა მისი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ სპეციალური ტექნიკით დაათვალიერდეს ის ტერიტორია, სადაც მოწმეების ჩვენებით ქრება სწორედ გურამ დადიანიძის კვალი. გუშინ ვიყავით დაამთავრეს სამუშაო საათი, დაღამდა წამოვედით. ეხლა მივდივარ, ჯერ არ მივსულ არ იქამდე. გუშინ ღამით რომ ახვედით, რა ვითარება დაგხვდათ? დადია სამაშველო დადოს, მაშინაც დადიოდა სამაშველოდან არ დადიოდა. მაგრამ ეხლაც დადია, ტექნიკის მუშაობდა. სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ზემნად ათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას სიღრმისეულად ათვალიერებენ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილების გამოყენებით. მათ შორის ხორციელდება ნიადაგის გამოკვლევა სპეციალური სკანერით და არეალის დათვალიერება დრონების გამოყენებით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფთან ერთად კოორდინირებულად აქტიურად ჩართულები არიან სამძებრო სამუშაოებში შესაბამისი ტექნიკის და აღჭურვილების გამოყენებით. სოფელ მლეთაში უკვე მეორე დღეა, რაც საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე მაშველები მუშაობენ. მიმდინარეობს უწყვეტი სამძებრო ღონისძიება, როგორც სოფო ბიბილაშვილი განმარტავს, სწორედ ეს იყო წლების განმავლობაში მისი მოთხოვნა, რომ ტერიტორია, სადაც გურამ დადიანიძის კვალი ქრებოდა, კიდევ ერთხელ დაეთვალიერებინათ.